დემოკრატიის ინსტიტუტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის არჩევნების თარიღის გადადებას ითხოვს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აკადემიური საბჭო არჩევნების ჩატარებას იმ წესით გეგმავს, რომელიც საერთოდ არ ეხება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებს. ასევე გაურკვეველია საარჩევნო პროცესი. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას თავიდანვე საფრთხეს უქმნის ის გარემოებაც, რომ არ არსებობს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების ჩატარების განმსაზღვრელი ერთიანი პროცედურული დოკუმენტი. არჩილ ხახუტაიშვილის განმარტებით თუ აღნიშნული პროცედურული ხარვეზი არ გასწორდება, არსებობს იმის რისკი, რომ გადაწყვეტილება ძალად დაკარგულად გამოცხადდეს. სასურველია დადგინდეს დროებითი წესი რეგულაცია, რომლითაც განისაზღვრება კონკრეტულად რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების ჩატარების წესი, პირობები, შესაბამისად საარჩევნო კომისია ვინ უნდა იყოს, როგორ უნდა განისაზღვროს სამართლებრივი კომისიის უფლებამოსილება, სიები როგორ უნდა შედგეს, სად უნდა ჩატარდეს კენჭისყრა, ხმის მიცემის პროცედურები როგორი უნდა იყოს და ასე შემდეგ. აი აქედან გამომდინარე ჩვენ თვლით, რომ თუ ეს არსი არ მოხდება, ჩვენ წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისიდან გამომდინარე ვთვლით, რომ სადაობის შემთხვევაში დიდი რისკი არსებობს იმისა, რომ ამ რაღაც პროცედურული ვაკუუმისა თუ ხარვეზებით ჩატარებული არის არჩევნები მოვალეობის შემსრულებლისა, გახდეს სადაო და შეიძლება კიდეც გაუქმდეს ეს გადაწყვეტილება.